საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ოფიციალური წერილით მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიაზე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე განხორციელებული ვანდალური აქტის გამო. მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებს გადაეგზავნება. მინისტრი მოითხოვს, რომ ორგანიზაციებმა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საშუალებები, რათა შეაჩერონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მე-11 საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეგრეთ წოდებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სრულიად დაირღვა ძეგლის ავტენტურობა. ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების მოშლა. ტაძარს დააშენეს რუსული გუმბათი, გარე ფასადი თეთრად, თაღები კი წითლად შეღებეს. საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ დაფიქსირდეს ეს ვანდალური აქტი, როგორც დარღვევა ყველა არსებული ცივილიზებული ნორმისა, რომელიც იცავს მსოფლიოს ისტორიისა და კულტურის ასეთ ნიმუშებს, როგორც არის წმინდა გიორგის სახელობის ილორის სალოცავი.